თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. 1875 წლის 4 ნოემბერს სოფელ ჭკადუაში საზოგადო მოღვაწისა და პოეტის კონსტანტინე დადიანისა და ელენე დადაშკალიანების ოჯახში დაიბადა მუშნი დადიანი. ახალგაზრდობაში მებრძოლის ფსევდონიმით წერდა ლექსებს სამშობლოსა და თავისუფლებაზე. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. 1904 წლიდან გახდა სოც-ფედერალისტთა პარტიის წევრი, რის გამოც ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი იაკუტიის და ასტრახანის ოლქებში გადაასახლეს. 1905 წლის მოვლენებში მონაწილეობის გამო იძულებული გახდა ყმაწვილ სპირიდონ კედიასთან ერთად თავის სვანეთის ტყეებისათვის შეეფარებინა და იქედან ყარაჩაიში გადასულიყო. იმავე მიზეზით 1906 წლის 2 თებერვალს ალიხანო ავარიელმა გადაწვა მისი მამაპაპისეულის სახლი ჭკადუაში. განადგურდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, უძველესი ხელნაწერები, ოდიშის რეგენტის დიდი ნიკო დადიანის ნაშრომები. მუშნი 1910 წელს ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით დაბრუნდა სამეგრელოში. მეორე წელს კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ სამხილების არქონის გამო გაათავისუფლეს. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. აქაც არაერთხელ გამოიჩინა თავი ვაჟკაცობით. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის 4 ჯვრით. ოქტომბრის რევოლუციიდან დაპატიმრებამდე იყო ქართულ ცხენოსანთა დივიზიის 20 მეთაური. 1921 წელს სერგეი კიროვს ულაღზე ამხედრებული მუშნი დადიანი დაუნახავს ბათუმში. აღტაცებულა და უთქვამს: აი ასეთი უნდა იყოს საბჭოთა რევოლუციის მხედარიო. მაგრამ მოხდა პირიქით. რაღაც უცნაური ძალა მუდამ ყურში ჩამჩურჩულებდა საქართველოს განთავისუფლების ტკბილსა და დიად სიმღერას და ამ დღიდან ვიგრძენი ის, რაც ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის მასულდგმულებდა და ენერგიას მატებდა ამ დიადი მიზნის მისაღწევად. წერს დღიურში მუშნი დადიანი. სწორედ სამშობლოს სიყვარულის გამო იგი იყო მიუღებელი როგორც მეფის რუსეთისთვის, ისე საბჭოთა ხელისუფლებისთვის. მთელი მისი ბობოქარის სიცოცხლე სულ გადასახლებაში, დევნაში, ბრძოლაში, ოჯახის მონატრებაში გალია. 1924 წელს ზაფხულში საშა გეგეჭკორმა მუშნი დადიანი და ნესტორ გარდაფხაძემ მუშნის უმცროსი ძმის ოთარის შემოსარიგებლად სვანეთში გაგზავნა. რუსეთისა და საბჭოთა ხელისუფლების შეურიგებელი მტერი, თავისუფლებისათვის მებრძოლი ოთარ დადიანი სვანეთის ტყეებში იყო შეხიზნული. ჩეკამ სამივეს შეწყალება აღუთქვა. ვაჟკაცები ენდენ კაცურ სიტყვას და ჩამოვიდნენ, მაგრამ მოლაპარაკებების ნაცვლად დააპატიმრეს და სახელდახელოდ გამოტანილი განაჩენის მიხედვით 1924 წლის 1 სექტემბერს ვაკეში ყოფილი ფიზკულტურის ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახვრიტეს. ხალხი დიდხანს იხსენებდა მათი გმირობის ამბავს, უკანასკნელ ამოსუთქვამდე ჰიმნ დიდებას ვღეროდნენ თურმე. მაპატიემ კითხველო თუ რამე ვერ შევძელ გამეკეთებია ჩემი სტანჯული სამშობლოსათვის, მოგვიანებით ვკითხულობთ მუშნი დადიანის დღიურიდან. აი ასეთი სიტყვის კაცები, უფრო სწორად არაკაცები იყვნენ მაშინდელ რუსეთს, ვინც შემოუძღვა საქართველოში. ქვეშევრდომთა ერთგულება თავისივე თანამამულეების ჩაშვებაში და დახვრეტაში გამოიხატებოდა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.